დონალდ ტრამპმა მსოფლიოს სავაჭრო ომი გამოუცხადა. ასე აფასებს მსოფლიო მედია თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იანი, ყველა იმპორტირებულ ავტომობილზე კი 25%-იანი ტარიფი დაწესდება. დაახლოებით 60 ქვეყანას, რომლებსაც ტრამპის თქმით ამერიკულ საქონელზე ყველაზე მაღალი ტარიფები აქვთ დაწესებული, შეერთებული შტატების მხრიდან განახევრებული ტარიფები დაუწესდებათ მათ ტარიფებთან შედარებით. 20%-იანი ტარიფები იმოქმედებს ევროკავშირზე. საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის, ასევე უკრაინისა და თურქეთის მიმართ 10%-იანი ტარიფი დაწესდება. საბაზისო 10%-იანი ტარიფები 5 აპრილს შევა ძალაში. ეს არის გათავისუფლების დღე, რომელსაც დიდი ხანია ველოდებით. 2025 წლის 2 აპრილი სამუდამოდ შევა ისტორიაში როგორც ამერიკის ინდუსტრიის აღორძინების დღე. დღე, როდესაც ამერიკა გამდიდრდება. ამერიკით ისარგებლეს თაღლითებმა. ჩვენს გადასახადის გადამხდელებს 50 წლის მანძილზე ძარცვავდნენ, მაგრამ ეს ასე აღარ გაგრძელდება. მე მოვაწერ ხელს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აამოქმედებს საპასუხო ტარიფებს.